მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და წინა დღეს არის ხუთშაბათი, ესე იგი დღეს ცოტა უფრო მეტად პრაქტიკული გვექნება და შეიძლება შეიძლება ცოტა თეორიულიც გამოვიდეს, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცა მასალები მაინც ავხსნა, რომელიც არ შეეხება რა თქმა უნდა სამშაბათის თეორიულ ლექციას, არამედ ზოგადად რაღაცა მეთოდებს ავხსნი, რომელიც ტექსტებთან იქნება დაკავშირებული, ასევე რიცხვებთან, რომ უფრო მეტად გავიფართოვოთ, ასე ვთქვათ, ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია ინფორმაციებზე ვიმუშაოთ. ჩვენ წინა ლექციაზე, სამშაბათს, ავხსენით if-else-ების შესახებ. If-else-ები. ანუ ჩვენ ვთქვით, რომ if-else-ები საშუალებას მაძლევს, რომ შევამოწმო და იმის და მიხედვით გავაკეთო კონკრეტული საქმე. ანუ შევამოწმო იმის და მიხედვით, ანუ შევამოწმო და ანუ რაც მე მსურს მხოლოდ ის რომ ასე ვთქვათ, დავპრინტო. მაგალითად თუ მაგალითად რიცხვი არის მეტი 10-ზე, მხოლოდ მაშინ დავპრინტო. თუ არა და სხვა რამე დავპრინტო მაგალითად, ან საერთოდ არ დავპრინტო. ანუ ასე ვთქვათ, უფრო მეტად ჩემზეა დამოკიდებული. ანუ მე რაღაცა ვალიდაციებს ვაკეთებ, რაღაცებს ვამოწმებ, თუ ესა და ეს სწორია, მაშინ ოკეი, გამიკეთე. თუ არ არის სწორი, მაშინ არ გამიკეთო. და მოკლედ ასე შემდეგ. აი ერთი მაგალითიც რო გავაკეთოთ, მაინც ცოტა რო შევხურდეთ. მოდი ესეთი დავალება იყოს, რომელიც ჩვენთანაც არის დავალებებში, მაგრამ რავი, არაფერი არ დაშოდება, ეხლა თუ გავაკეთებთ ამას. ესე იგი, შევამოწმოთ, არა, ვიპოვოთ კონკრეტული რიცხვი, ლუწია თუ კენტი. ესეთი დავალება გვაქვს. ეხლა, რავი, ჯერჯერობით არ ვიცი რა ხდება, როგორ მუშაობთ. ჯერ პირველ რიგში ვკითხულობ წინადადებას, ესე იგი, ვიპოვოთ კონკრეტული რიცხვი, ლუწია თუ კენტი. აი, ესე იგი, რიცხვიო, დავინახე. ესე იგი, რიცხვი თუ არის და ლუწკენტობაზე თუ მიდის საქმე, ესე იგი, მთელი რიცხვი უნდა იყოს, ხო, რაღაცა ჩვეულებრივი რიცხვი, რომელსაც თვლის დროს ვიყენებ, ხო? და კაი, მოვათავსოთ, ესე იგი, ეს რიცხვი, რავი, int ტიპის ცვლადში. int დავარქვათ ცვლად სახელი, დავუშვათ nami. ზოგადად nams ვარქმევთ ხოლმე, რავი, ან number-ით შეგვიძლია დავარქვათ რა. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. და როგორ ვაკეთებთ ხოლმე რა? ეს რო არ დაიბნეთ ზოგადად ცვლადის სახელის იმის დროს შექმნისას რა. ჩვენ რასაც გვინდა იმას ვარქმევთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო მეტად ინტუიტიური და რაც უფრო მეტად შინაარსობრივი იქნება, მით უკეთესი. მაგალითად თუ კი რაღაცა რიცხვი შენახვა მსურს, დავუშვათ num1 რომ დავარქვა, უფრო კარგიც იქნება, იმიტომ რომ თუ მეორე რიცხვისაც შევინახავ, მე num2-ს დავარქვე მაგას და ცოტა უფრო შინაარსობრივად იქნება რა. ესე იგი, ან num იქნება რომ უფრო მეტად, ანუ ეს შემოკლებული ვარიანტია number-ის რა. შეგვიძლია number1 დავარქვათ. number-საც არაფერი არ უჭირს, უბრალოდ, რავი, მაინც რაღაცნაირად. ну, როგორც თქვენ გაგიხარდებათ რა. int num1 უდრის და გაუტოლდეს რაღაცა ინფორმაციას დავუშვათ 23-ს მაგალითად. და ეხლა უნდა ვიპოვოთ ეს კონკრეტული რიცხვი ლუწია თუ კენტი. ну, რავი, ეხლა მე ხარ ვუყურებ ამ 23-ს, რავი, მე კი ვიცი რომ კენტია. მაგრამ პროგრამას როგორ მივახვედრო რომ ეს კენტია? ანუ, კაი, მე ხა აქ დავწერო კენტია მაგალითად. კენტია დავწერ. და ეხლა გავუშვათ, ცოტა ხანი მოუნდება ფიქრს. და ოკეი, კაი, დამიწერს რომ კენტია. მაგრამ ეს კენტობა პროგრამას მე დავაძალე, ანუ მე ვუთხარი რომ დამიწერე ხა რომ კენტია თქო. ანუ პროგრამასთვის არაფერი არ ანუ პროგრამამ არ იმსჯელა ამაზე. რაც იყო ის გააკეთა. მაგრამ ანუ მე ეს მოქმედება ვერ გავაკეთე. იმიტომ ვერ გავაკეთე, რომ რავი, მე ჩემი თვალით გამოვთვალე, რომ ახლა 23-ს გამოვხედავ, ესე იგი კენტია თქო და დავაწერინე კენტია. მაგრამ ესეთი ლოგიკა არასწორია. იმიტომ რომ პროგრამამ უნდა გამომიანგარეშოს კენტობა. ანუ პროგრამამ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კენტია ეს რიცხვი.
მე კი არ უნდა მე კი არ უნდა ვიზალადო პროგრამაზე. პროგრამამ თავისით უნდა მიხვდეს რომ კენტია. დავით? იმიტომ რომ ერთია რომ მე ეხა ვქმნი ცვლაც და ვუთითებ იმ რიცხვს რაც მე გამიხარდება, მაგრამ შესაძლოა იყოს ჩვენ განვივლით მე ისეთ სიტუაციებს, სადაც რიცხვი საიდანღაც მომეწოდება. ანუ მე კი არ ვქმნი ამ რიცხვს. საიდანღაც მოდის ეს რიცხვი და მე საერთოდ არ ვიცი ეგ რიცხვი რა არის. აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყვი კენტია თუ ლუწი. პროგრამამ უნდა მითხრას, ესე იგი, რაღაცა ისეთი მექანიზმი მჭირდება, რომელიც გამოიანგარიშებს თავისით ნებისმიერ რიცხვზე კენტია თუ ლუწი. ესე იგი, რა მჭირდება? პირველ რიგში რაღაცეთ მსჯელობა რომ დავიწყო, მე ვფიქრობ, რომ რავი, როგორ ხვდები, აი, სრულ პროგრამირებას შევეშვათ რა. აი, როგორ ხვდები რომ კენტია, ან როგორ ხვდები რომ ლუწია. აი, ცხოვრება სულ მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ. ნუ რავი, კენტი არის ის, როცა აი, რა ვიცი, 3 ნაჭერი მაქვს მაგალითად ნამცხვრის და 2 ადამიანია. უნდა გაიყონ ეს ნაჭრები თანაბრად. და ეს 3 ნაჭერი თანაბრად ვერ იყოფა. ანუ ერთი ნაჭერი იმას აქვს, მეორე ნაჭერი იმას, მაგრამ ის ერთი ნაჭერი რჩება, ხო? ანუ იმას არ ვიცახი, რომ ხა ის ნაჭერი შუაზე გაყონ მესამე ნაჭერი, ხო? ანუ მაგას არ ვიცახი. ანუ მთელ რიცხვებზე მაქვს საუბარი აქ, ხო? ანუ თანაბრად ესე ვერ გაიყოფა. ხო? ესე იგი რაღაცა ნაშთი დარჩა. ანუ 3 ნაჭერი მქონდა, 2-რად გაყოფისას, როცა მინდა რომ 2-რად გავყო, მარი 1 და ნაშთი არის 1. ესე იგი, კენტი რას ნიშნავს? ესე იგი, ნებისმიერი კენტი რიცხვი რომ გავყო 2-ზე, ნაშთს მივიღებ 1-ს აუცილებლად, ხო? და ლუწი რიცხვის დროს, ლუწი რიცხვი რომ 2-ზე გავყო, ნაშთს არ მივიღებ. ხო? ანუ ჩვეულებრივად თანაბრად გაიყოფა. აქედან გამომდინარე, ეს მე თუ ვიცი, აი ეს თუ ჩავამიყალიბ და ჩემ გონებაში, უკვე ვიწყებ კოდის წერას. ეხა, კითხვას ვსვავ ესეც. კაი, ნაშთი გაყოფისას ნაშთი თუ მაქვს, ხო? ესე იგი, ნაშთი არის 1. კენტის დროს ნაშთი არის 1, როცა 2-ზე ვყოფ და როცა არაფერი ნაშთი არ არის, ესე იგი, ჩვეულებრივად გაიყო. ესე იგი, ლუწია. ეხა ეს უნდა გადავთარგმნო კოდში. მე ეხა რაც ვიაზროვნე, ეს უნდა ჩავწერო. კაი. ესე იგი, გაყოფისას ნაშთს რომ მეუბნება, ხომ არ გახსოვთ ეგეთი, ანუ რა ხელსაც უნდა გამოვიყენო? თუ გახსოვთ. პროცენტი მგონი. სწორია, პროცენტი. ანუ რაღაცას რო ყოფ რაღაცაზე, პროცენტი მეხმარება მაგაში, ხო? ესე იგი, ნამ 1 დავუშვათ. პროცენტის ნიშანი და 2-ზე. ხო? ესე იგი, ნამ 1-ს როცა გავყოფ 2-ზე, ნაშთი რასაც უდრის. მოდი აბა ეგ დავაკონსოლოთ ცოტა ხანი. ნამ 1 გავყოთ 2-ზე და დავინახოთ ნაშთი რა არის. ნუ გაყოფა და ნაშთის პოვნა, ანუ ყოფს და ნაშთს მიანგარიშებს, ხო? აბა შევხედოთ. აჰა, 1-ო. ესე იგი, როცა ვყოფ 2-ზე, ნაშთი მაქვს 1, კენტის დროს და ლუწის დროს რამდენი მაქვს? 0. აჰა, ლუწის დროს 0 მაქვს, კენტის დროს 1 მაქვს. აჰა, ესე იგი ვიცი რაღაცეები უკვე. ესე იგი ვიცი რომ ლუწის დროს ნაშთი 0 მექნება, კენტის დროს 1. ესე იგი მე შემიძლია პროგრამას ვუთხრა, რომ თუ გაიყოფა ნამ 1 2-ზე და ნაშთი იქნება 0, ესე იგი ლუწია. თუ არა და ესე იგი კენტია. სხვა ხო არ არის ლუწი თუ არ არის, ესე იგი კენტია. ან კენტი თუ არ არის, ესე იგი ლუწია. ხო? ესე იგი, ესეთ რაღაცას ვწერ. რომ თუ ნამ 1 გავყოფ ნამ 2-ზე და ნაშთი იქნება 0-ის ტოლი. ეხა ეს როგორ უნდა უთხრა, იქნება 0-ის ტოლი? ეხლა ვარ დამეხმარებით. როგორ გავაგრძელო ხა აქ? 2 უდრის. 2 უდრისი. რატომ 2 უდრისი და არა 1 უდრისი? 2 უდრისი, ანუ იმის ტოლია, უდრის, როგორ? შედარება. ხო, სწორია. შედარება. დავიმახსოვროთ, 1 უდრისი არის მინიჭების ოპერატორი.
2 უდრესი არის შედარების ოპერატორი. 1 უდრესი მინიჭება, როცა მე ვანიჭებ რაღაცას, დავუშვათ int num 1 უდრის 20-ს. ანუ მივანიჭე ამ ცვლად, ასე ვთქვათ, ამ 24-ის ინფორმაციის მისამართი, ხო? ჩვეულებრივად. და 2 უდრესი გამხატავს შედარებას, ესე იგი მარცხენა მხარე, რომ დარდება მარჯვენა მხარეს. ამ შემთხვევაში აი ეს იქნება მარცხენა მხარე და ეს იქნება მარჯვენა მხარე, აი ეს. ესე იგი, მარცხნივ იქნება ის ინფორმაცია, რომელიც num 1 როცა გაიყოფა ნამ 2-ზე ნაშთი რამდენიც არის, ეგ იქნება მარცხენა მხარე, მარჯვენა მხარე არის ეს. და შედარდება ხა ესენი ერთმანეთს. ესე იგი, თუ ამ 1 ეხლა აქ ესე რო გითხრათ, გინდა აქ ესეთი რაღაცები დაწერეთ, ან მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მაინც კითხულობს. ანუ აქ გამოტვებას მნიშვნელობა არ აქვს. გინდა აქ ესე დაწერეთ. გინდა ესე დაწერეთ. ანუ პრობლემა არ არის რა, თუ თქვენთვის უფრო კარგია გამოკვეთილად ჩანდეს, ესე დატოვეთ. ანუ ესე დაწერეთ ხოლმე რა. მე ზოგადად ესე მირჩენია ხოლმე, რომ მასშტაბი ხოლმე ასე ვთქვათ, მიყოლებით წერ ხოლმე. space არ უკეთებ ხოლმე. ესე იგი, თუ num 1 გაიყო 2-ზე და ნაშთი 0-ის ტოლია, ესე იგი ლუცი გამოსულა, ხო? მაშინ დავპრინტოთ. ლუცია. და თუ არ არის ეგრე, მაშინ კენტია. else console write line კენტია. აბა გავუშვეთ ნახოთ. აჰა, აქ დაიბეჭდა რომ ლუციაო. კარგი. და ეხლა თუ მე 25-აც დავწერ, მაშინ კენტია. ჩვენერი. ეს გეჩვენი დავლებაც გავაკეთეთ. ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დავლების გაკეთების დროს? ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ if-ს ვწერ და მერე ვწერ else. ანუ ჩვენ წინა ლექციაზე ვისწავლეთ else if-იც, ხომ? else if-ის დროს ვამოწმებდით, რომ თუ არა და თუ num 1 როცა იყოფა 2-ზე ნაშთი თუ 1-ია მაგალითად, ხო? და ესეთ რაღაცას ვამოწმებ. else if-ის საშუალებით კიდევ ვამოწმებ, ხო? მაგრამ აქ მე მხოლოდ else მიწერია. და აი, რატომ მიწერია else? ანუ რით განსხვავდება ამ შემთხვევაში? რატომ არის else აქ საკმარისი? და რატომ არ ამჭირდება რომ else if-ი დავწერო? აი, თქვენი აზრით. არავის არ გაქვს მოსაზრება? აი, რატომ შემიძლია რომ else if-ი არ დავწერო და else-ი დავწერო პირდაპირ? ორი ვარიანტია და შეგვჭირდება else if. სწორია. ორი ვარიანტია და მაგიტო. ანუ ან ლუცია, ან კეტობა. სხვა რაღაცა არ არსებობს. აქთან გამომდინარე, თუ აქ არ შემოვიდა, ესე იგი კენტია. შვენიერ. else if-ს ხოლმე მაშინ გამოვიყენებდით, როდესაც დამჭირდებოდა, ანუ როცა მაქვს 2-ზე მეტი, ასე ვთქვათ, ვარიანტი და ამ შემთხვევაში შემოწმება ჭირდება. ოკეი, კარგია. ძალიან კარგი. ეს იყო ჩვენი პირველი დავალება. თუ არის რამე კითხვა ამ დავალებასთან დაკავშირებით? გამოვიდე, შევხედო. გამარჯობა. კარგია. ხო, ანუ ჩატში ესე ვერ ვიყურები, რადგან იქ მაქვს რადგან კოდს წერხო და თუ რამე მითხარით რომ ვიღაცამ დაწერა რაღაც. ან კიდე ესა ხმით რომ გამცეთ პასუხი. შვენიერი. ეხლა მოდი მეორე დავალება გავაკეთოთ. ეს პირველი იყო. ეს მეორე იყოს. ესე იგი. მეორე დავალება შეეხებოდეს იმას, რომ ვიპოვოთ რიცხვი დადებითია უარყოფითი თუ 0-ის ტოლი. ესე დავალება გვაქვს. ესე იგი, ცვლადი უნდა შევქმნათ, რა თქმა უნდა, int num 2 დავარქვათ, უდრის დავუშვათ -2-ს და
აი ხა აქ მოდი შევამოწმოთ. ესე იგი, უნდა ვიპოვოთ რიცხვი დადებითია, უარყოფითი თუ ნულის ტოლი. დადებითობა, ამ შემთხვევაში მოდი ნულზე მეტობა აღვნიშნოთ. ესე იგი, დადებითობა ნულზე მეტი რო არის, უარყოფითი ნულზე ნაკლები და ნულის ტოლი ცალკე. ესე იგი, მე ხა ეს ნამორი უნდა შევადარო როგორც ნულს, ასევე მის ზემოთ და მის ასე ვთქვათ, მარცხნივ ნაკლებობას, ხო? ესე იგი, უნდა დავიწყოთ. if num2 მეტია ნულზე, მაშინ დავპრინტოთ, რომ დადებითია. ხო. აი, ეხლა როგორ ვიქცევი სხვებთან მიმართებაში? რას ვიყენებ? else სიტყვა მჭირდება აქ. else if შვენიერი. else if num2 თუ ნაკლებია ნულზე, მაშინ მოდი ცოტა ასე დავწეროთ. console write line უარყოფითია და თუ არა და მაშინ ესე იგი ნულის ტოლია. ნულის ტოლია. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება, ხო? ჯერ რომ ამოწმებთ, num2 თუ მეტია ნულზე, მაშინ დადებითია და თუ არა და თუ num2 ნაკლებია ნულზე, მაშინ უარყოფითია, თუ არა და ნულის ტოლია. ესე იგი, რატომ ანუ რა უნდა გაითვალისწინოთ? არ არის ესე რაღაცა გაწერილი, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ მეტობის გამოენგარიშებით, მერე ნაკლებობით და მერე ტოლობით. ანუ თქვენ როგორც გინდათ ისე დაიწყეთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ შემოწმება მისა, რომ თუ num2 უდრის ნულს, მოდი ჯერ შევამოწმოთ ეს, რომ დაგვიპრინტოს, რომ უარყოფითია. აჰა, ეს უარყოფითია. თუ აქ მინუს წავშლი, მაშინ დადებითია. აჰა, და თუ აქ ნულს დავწერ, მაშინ ნულის ტოლია. ხო, ეს კარგად მუშაობს. ანუ შემოწმება ესე ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, აი როგორც გაგვიხარდება, ისე იქიდან დავიწყოთ. მაგალითად, თუ num2 უდრის ნულს, მაშინ დავწეროთ, რომ ნულის ტოლია. თუ num2 დავუშვათ ნაკლებია ნულზე, მაშინ უარყოფითია და თუ არა და მაშინ აქ დავწეროთ დადებითია. ანუ ნიშნულობა არ აქვს ამ შემთხვევაში. საიდან დავიწყებ? იმიტომ რომ თუ დავიწყებ ნულზე გატოლებით, მაშინ ოკეი, მივიღებ ამას, მერე არის უარყოფითობის ის და საბოლოო ჯამში თუ else-ში შემოვიდა, ესე იგი დადებითია რიცხვი. ან შეგვიძლია ისეთ შევცვალოთ, თუ num2 მეტია ნულზე, მაშინ დადებითია, თუ არა და უარყოფითია. ან არსებითი განსხვავება არ არის. გინდა იქიდან დავიწყოთ, ან და მერე იქიდან გავაქცევთ და საბოლოოდ ის იყოს. ანუ როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, საიდანაც დაიწყებთ, ანუ ყველანაირი კოდი არის გამართლებული და მისაღები. როგორც უნდა გეწეროთ. აბა, აქ თუ არის რამე კითხვა? კარგი. აი, და მოდი მაშინ ერთი დავალებაც, მოდი ორი დავალებაც გავაკეთოთ. და დანარჩენები სახში გქონდეთ და თან სხვა რაღაცებსაც ახსნი. მესამე დავალება იყოს ეს რომ რა ვიღოთ სიტყვაზე. ესე იგი, შევამოწმოთ. მოიცა? შევამოწმოთ. ტექსტი ცარიელია თუ არა. ესეთ დავალება. კარგი. მოდი ახლა ვიფიქროთ. რა ხდება აქ? რას ნიშნავს სიცარიელე ტექსტში? და ზოგადად თუ გახსოვთ, როგორ ვარკვევ მე, აი სიცარიელეს, ანუ როგორ უნდა მივხვდე, რომ ცარიელია ტექსტი? აი ვისაც გსურთ, რომ გამოხატოთ ეს აზრი.
თან რო თქვენც რო გაგეთ. თუ ლინქსი არის ისტორია, ეს იგი ცარიელია, ხო? აჰა, მშვენიერი. ესე იგი შენ იყენებ links, ხო? გავიხსენოთ შენ პარემ რომ მითხრა links-ი რას ნიშნავს? ანუ რას გვიკეთებს links-ი? სიგრძეს. ოკეი, მშვენიერი. ესე იგი პირველ რიგში უნდა გამოვიყენო, ესე იგი, რადგან სიცარიელზე მიდის საქმე, მე ხალ ვსჯელობ ეხლა ჩემ გონებაში რაღაცაერთ ვითომ პირველად ვაკეთებ ამ დავალებას და ვფიქრობ, რომ აი სიცარიელე როგორ გავარკვიო, მოდი სიგრძეს გავიგებ და სიგრძე თუ არაფერია, სიგრძე თუ ნულისტოლი არის, ესე იგი ცარიელი ყოფილა. რაც შენ სწორად თქვი. ესე იგი, ტექსტი უნდა იყოს, ესე იგი string ტიპის სულადი უნდა აქვს. text 1 უდრის hello-ს მაგალითად. hello world. ესე იგი. ეხლა მოდი დავადგინოთ. ესე იგი თუ text 1 s links-ი უდრის ნულს, ხო? მაშინ დავპრინტოთ, რომ ცარიელია. თუ არა და მაშინ დავპრინტოთ, რომ არ არის ცარიელი. აი ესე იგი, გვაქვს ცვლადი text 1, რომელიც უდრის hello world-ს და შევამოწმოთ ახლა. თუ ტექსტის 1-ის links-ი უდრის ნულს, მაშინ ცარიელია, თუ არა და არ არის ცარიელი. აბა გავუშვათ ნახოთ, ახლა ისინი დავაკომენტაროთ თან. არ არის ცარიელიო. ხო, არ იქნება ცარიელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმბოლოები მიზერია აქ, ხო? მაგრამ აი ამას თუ ცარიელად დავტოვებ, მაშინ მეტყვის რომ ცარიელია. ზუსტადაც. აი ზოგს ერევა ეგ პრობლემაც საერთოდ არ არის პრობლემა, რომ შეიძლება აგერიოთ. ანუ ესეც შეიძლება მოგაჩვენოთ სიცარიელი, მაგრამ ეს სიცარიელი არ არის. იმიტომ რომ სიცარიელი არის ასე ვთქვათ, სრულად არც ერთი სიმბოლო რო არ წერია და როცა ამას წერთ, უკვე ამ space-საც ეს სიმბოლო აღიქმება. ასე რომ ეხლა ეს რო გავუშვამე, მეუბნება რომ არ არის ცარიელიო. ასე რომ ეს ასე ვთქვათ, უნდა ვიცოდეთ. კარგი, მეორე გზა ხო არ ვიცით. მეორე გზით როგორ შეგვიძლია ეს გავარკვიოთ? ცარიელია თუ არა, როგორღაც მეორე გზაც არსებობს. ეს საინტერესოა. read line-ის ხომ არა? read line. Okay, ესე იგი დავუშვათ console line-ი რომ მქონდეს, დავუშვათ, მაგრამ სულად შემოთავსდება და აი, ნახე, read line-ით მე ხო უბრალოდ იქ ტექსტს ვწერ, მაგრამ თვითონ ცარიელია თუ არა ეგ ლოგიკა. აი მაგ ლოგიკის შეცვლას სურს, ხვდები? ანუ აი ეს ხო გვიწერია ჩვენ და ამით ვარკვევ ცარიელია თუ არა. და აი სხვანაირი გზა იმისა, რომ გავარკვიო ცარიელია თუ არა. აი read line-ით არაფერი არ შეიცვლებოდა, იმიტომ რომ მე რო ეხა აქ ვწერ რაღაცა ტექსტებს, აი ამის მაგრად იქნებოდა read line იდეაში. სხვა არაფერი არ შეიცვლებოდა. ან თუ links-ი არ უდრის ნულს, ეგრე შეგვიძლია რომ დავწეროთ კიდე. კარგი. ესე იგი, თუ ტექსტის links-ი არ უდრის ნულს, მაშინ აქ დავწეროთ რომ არ არის ცარიელი. გადმოვიტანთ ანუ ერთ პირობაში. ოკეი. და აქ დავწეროთ რომ ცარიელია. კარგი. გავუშვათ? და გვიწერეთ ცარიელია. შვენიერი. კაი, და აბა მესამე გზაც არის. აბა ვფიქროთ? ანუ ჩვენ აი აქ ეხა ამ მსჯელობაში გვაქვს links-ზე რა საუბარი. მაგრამ აი ბოდით ცოტა ხანი links-ი გადავდოთ. აი links-ი ვითომ არც გვაქვს. სხვანაირად როგორ გავიკებდით? else if რო შემოვიტანოთ? else if. კარგი.
ესე იგი, აქ გვიწერია, რომ თუ არ უდრის 0-ს, არ არის სარიელი და აქ რო დავწერო, რომ else if text-ის length-ი უდრის 0-ს. ალბათ, ხომ ეს? ხომ ამას გულისხმობ? ალბათ. ალბათ, რომ დავწეროთ ტექსტი უდრის სიცარიელეს. შედე, აქ რაღაცა დამაკლდა ფრჩხილები. ესე იგი, ეს ეს აღარ უნდა. ამისადე ეს არ უნდა და აი ეს არ უნდა. აი ეს. გავუშვათ და მონახოთ. მოიცა ლიზა, შენამდეც მოვალ. ცარიელი. ოკეი. აი ეს წარი სწორია. და შენ რას მეუბნებოდი ლიზა, ხილხ გამეორე? ანუ string-ი რო სიცარიელეს უდრის, ეგრე დავწეროთ. აჰა, სწორია. ესე იგი, თუ პირდაპირ შევადარებ ჩემ ტექსტს სიცარიელესთან. ესე იგი, ეს პირველი გზა რაც არის და მეორე გზა, რომ თუ ტექსტი პირდაპირ უდრის სიცარიელეს. მაშინ დავწეროთ, რომ სიცარიელია. თუ არა და არ არის სარიელი. გავუშვათ. და სარიელია. შვენიერი. როგორც კი რაღაცას ჩავწერ აქ, space-საც კი. ესე იგი, არ არის სარიელი. შვენიერი. ძალიან კარგი. ანუ, ამ შემთხვევაში რას ვიყენებ? ამ შემთხვევაში ვიყენებ ჩვეულებრივად შედარებას, ანუ ერთი რაღაცას ვადარებ, მეორე რაღაცას. როგორც წეგან ვაკეთებდი, ოღონ აქ როგორი თემა იყო, იცი, რიცხვს ვადარებდი რიცხვს. სწორიც არის, იმიტომ რომ სწორი არის რა, ანუ ეგეთი რამე შეიძლება. ანუ ეს ხო რიცხვი იყო, სიგრძე, რაოდენობა რაღაცის. ეს იყო 0 და ერთს ვადარებდი მეორეს, ხო? ანუ შედარება არა მარტო რიცხვებთან შეიძლება, ასევე ტექსტებთანაც შეიძლება. ანუ ერთი ტექსტი და მეორე ტექსტი შევადარო. ნუ ამ შემთხვევაში უდრისით რა. და როცა ერთი ტექსტი შევადარებ მეორე ტექსტს, ზუსტად მეტყვის უდრის თუ არა ერთმანეთს. და ესეც გამოგვიტანა. აბა, აქ თუ არის რამე კითხვა? ოკეი. ნუ შეგვეძლო რა თქმა უნდა აქ რო პირიქით დაგვეწერა, არ უდრის დაგვეწერა და ნუ ეს ცალკე თემაა რა. არაფერი არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ნუ else-ში გადავიტანდით იმას სარიელიას და იქნებოდა. აი. ეხლა მოდი ერთი დავალებაც გავაკეთოთ. ეს იყო მესამე. და 1/4-ს გავაკეთოთ. და აქ დავწეროთ, რომ დავწეროთ. ლაშა, ახლა რასაც ვაკეთებთ, ესენი ჩვენებაში იყო? ხო, თქვენ დავალებაში არის, რომელიც გასაკეთებელი გაქვთ შემდეგ კვირამდე. უბრალოდ რაღაცები შეიძლება დაემთხეს. თამაგიტო. ანუ ეხა ეს მე მგონი ეს 3 მე მგონი დაემთხვა. მაგრამ ანუ იდეაში დავალებასთან როცა მიხვალთ ამ ლექციასთან თან ეს ლექცია არ გქონდეთ ჩართული და დავალება დამოუკიდებლად გააკეთეთ და თუ გაზრებული გექნებათ, ესე იგი სწორად აკეთებთ. ანუ ეს 4 მაინც გააკეთეთ. ხო. მას გაყოფაზე რო იყო. ხო, ახლა გავაკეთოთ ეგ. ესე იგი, დავადგინოთ მაგალითად. დავადგინოთ. იყოფა თუ არა ერთი რიცხვი მეორეზე. ესეც წესით უკვე მარტივ უნდა მოგვეჩვენოს. ჯერ ვშელობ, ესე იგი ერთი რიცხვი რო იყოფა მეორეზე. ოღონდ გაყოფაში აქ გულისხმობ სწორად, ანუ სრულად გაყოფა რა, ანუ ერთი დავშვათ 4 იყოფა 2-ზე სრულად, ანუ 5 2-ზე არ იყოფა სრულად, ანუ ხვდებით უნდა იყოს ნაშთის გარეშე. ესე იგი აქაც ეგრე რადგან ესე იგი იყოფა თუ არა ერთი რიცხვი მეორეზე, ესე იგი უნაშთოდ გაყოფაზე მაქვს საუბარი. აქაც ესეთი რამე უნდა დავწეროთ. ესე იგი ჯერ ცვლადი მქონდეს, ნამ 2 დავშვათ. ნუ არ ვიცი ის დაკომენტებული თუ მაქვს, მაშინ ნამ 1 იყოს. უდრის 8-ს int num2 უდრის 4-ს მაგალითად. და გავარკვიოთ თუ
და თუ იყოფა ერთი რიცხვი მეორეზე. ესე იგი თუ გაყოფეს წეგნო ახსენე რომ გამოიყენება პროცენტის ნიშანი, თუ მინდა რომ ნაშთთან მიმართებაში მქონდეს საქმე, ესე იგი როცა ერთ რიცხვს გავყოფ მეორე რიცხვზე და ნაშთი იქნება 0, ესე იგი კარგად იყოფა. თუ არა და ესე იგი ნაშთი არის. ესე იგი თუ ნამ 1 იყოფა ნამ 2-ზე და ნაშთი უდრის 0-ს, მაშინ იყოფა. თუ არა და არ იყოფა. ესე, ძალიან მარტივად. ანუ ნამ 1 გავყავი ნამ 2-ზე, ნაშთი თუ 0 მივიღე, ესე იგი იყოფა. თუ არა და არ იყოფა. გავუშვათ? იყოფა გვეუბნება და თუ ახლა მე 3-ს დავწე, მაშინ არ იყოფა. და აქ რო 0 დავწერო. თქვენ ეზით აქ რას იზავს? იყოფა? ნუ ნახე თან მათემატიკაში მას წესით უნდა დავაწერინოთ if-ით. else-ით, ბოდიში. რომ else-ით, ნულზე გაყოფა. ანუ else-ით როგორ? მაგას გულისხმობ 0-ს თუ უდრის? ნუ ხო, არ შეიძლება და წეს აბა ნახოთ რას ამოგვიდებს. ნახე? ამოგვიგდო error-ი. ანუ საერთოდ ამ if-ში არ შემოვიდა. ანუ ნახე, როცა პროგრამამ დაინახა, რომ ნამ 1-ს ვცდილობდი ნამ 2-ზე გამეყო და ნაშთი დამიენგარეშე ბინა. იმ წამსვე ამოვაგდო error-ი, იქიდან გამომდინარე, რომ 0-ზე გაყოფა არ შეიძლება. მათემატიკაში რაღაცა რიცხვს 0-ზე ვერ გავყოფ. და ამოვაგდო error-ი unhandled exception system.divide by 0 exception attempted to divide by 0. ესე იგი გაყოფის 0-ზე გაყოფის exception-ი აქ errors ნიშნავს, ესე რომ შევხედოთ, error-ი, ანუ რაღაცა პრობლემა, შეცდომა და ვცდილობდით რომ გავიყო მოკლედ 0-ზე. და ეს რა თქმა უნდა არ გამოდის. ამიტომ აქ სულ რო ბევრი else-ი დაგვეწერა და მე ანუ სულ არ გავჩერებულიყავით და დაგვეწერა else-ი რაღაცები რო დაგვეწერა და 0-ზეც რო შეგვემოწმებინა მაგის თქმამ სურს, ანუ მაგამდეც ვერ მივა, ანუ ვერ შეამოწმებს, ანუ პირდაპირ გადის error-ზე. ეგეთი ის არის რა. error-ი თუ დაინახა სადმე პრობლემა, მას საერთოდ არ აინტერესებს, ეგ if-ში არის ჩასმული else-ში თუ რაღაცაში. პირდაპირ ამოგდებს error-ს. და ამიტომაც აქ ესეთი სიტუაცია გვაქვს. ამიტომაც აი აქ რაღაცნაირად სანამ რაღაცას დავიწყებდი მუშაობას, მაშინ ჯერ შევამოწმებდი, რომ დაუშვათ თუ კი ნამ 2 უდრის 0-ს, მაშინ ხო აი ნახე, ეხლა ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებ, ნახე? ესე იგი ჩვენ მივხვდით, რომ არის error-ი. ეს error-ი არის მაშინ, როცა ნამ 2 არის 0-ის ტოლი. ესე იგი მოდი სანამ ამემდე მივალ, მოდი ჯერ შევამოწმოთ ნამ 2 არის თუ არა 0-ის ტოლი. და დავიწყოთ. თუ ნამ 2 უდრის 0-ს, მაშინ ვუთხრათ 0-ზე გაყოფა არ შეიძლება. ესე. და აი აქ უკვე დავიწყოთ. აი აქ შეგვიძლია else if-ი დავწეროთ. მიხვდით? უკვე ნამ 2 თუ 0-ის ტოლი იქნება, მაშინ შემოვა ამ if-ში და ამ if-ში აღარ შემოვა და თუ ნამ 2 0-ის ტოლი არ არის, მაშინ გადმოვა უკვე აქეთ. აბა თუ არის აქ რამე გაუგებარი. არა, თითქმის მაგის თქმას ვაპირებდი. ოკეი. ისე თქვენად მეორედაც არსებობს რა, მაგათად როგორ იცი? აი დავუშვათ else ხომ არის? და else-ში მე შემიძლია if-ი დავწერო. ესეთი რაღაცას არსებობს რა. ანუ if ნამ 2 უდრის 0-ს, მაშინ ეს თუ არა და
და შემოდის აქ და მე აქაც ამოწმებს. ანუ იდეაში ერთ იგივეა. გინდა ესე დაწერა, გინდა ისე. else if ესე იყოფა, თუ არა და არ იყოფა. ნაცე რომ დიდი განსხვავება ამაში არ არის. კაი. პავნახოთ რამე თუ დაიწერა. ოკეი. აფერ დაიწერა. ვნახოთ რამდენი ვართ. ოკეი, კარგი. ხო, ეს მეოთხე დავალება იყო. მგონი ესენი იყო იმაში და დანარჩენები, ანუ დანარჩენებს და ამათაც, რა თქმა უნდა, სახში გააკეთეთ. ნუ ეს რომ მივხვდეთ, აი როგორ ვაზრონდებთ, როცა კოდს ვწერთ ხოლმე რა. ეხლა მოდი დღეს დამატებით ავხსნათ რაღაცეები ძალიან საინტერესო. მოდი, აი დავიწყოთ ძალიან მარტივი, აი დავიწყოთ იქიდან, რაც ჩვენ გავიარეთ წინაზე. ჩვენ ვახსენეთ, რომ დავუშვათ რაღაცა ტექსტი, როცა მაქვს. დავუშვათ hello world. აქ გვაქვს ხო დაკომენტირებული? გვაქვს. ესე იგი, პირველი რაც უნდა რაღაცნაირად ჩაიდოთ თქვენ იმაში გონებაში, არის ის, რომ ამ ცვლადის შეცვლა ნებისმიერ დროს შემიძლია. ეხლა თუ hello world-ი არის, მე შემიძლია ტექსტი გავხადო, ესა ლაშა. მე გავხადო ესა თეკლა. მე გავხადო რაღაცა, არ აქვს მნიშვნელობა რა. ანუ ცვლილება ცვლადის მე შემიძლია ნებისმიერ დროს. ეს. ეხლა ნახეთ. მაგალითად, ესეთი რამე რო დავწერო მე რა. დავუშვათ მე მინდა რომ მივაწებო. ანუ დავუშვათ ეს hello მქონდეს მოდი. და მოდი hello-ს ვივუმატოთ world-ი. ანუ მინდა hello world-ი რომ მქონდეს. ოღონდ ეს hello world-ი კი არ დავპრინტო აქ, ესე რო ვწერდი. text plus world-ი კი არ დავწერო. ამ შემთხვევაში. და რომ გამოგვიტანს ახლა hello world. ესე კი არ დავწერო. არამედ დავწერო როგორ იცით? ანუ ეს პრინტავს და მე დაპრინტო არ მინდა, მე მინდა რომ ცვლადი შევცვალო. ანუ ტექსტი თვითონ ეს ცვლადი ინახავდეს hello world-ს. აი ეს მინდა. ხო ვერ დამეხმარებოდით როგორ გავაკეთო? თუ გაქვთ რამე ვარიანტი. ანუ როგორ გავხადო ტექსტი hello world-ი? ტექსტი უდრის hello world-ს. კარგი. ტექსტი უდრის hello world-ს. კაი, ეს ძალიან მარტივი ვარიანტია. მაგრამ ნახე, ეს რა თქვი? მეორე ცვლადი რო შევქმნათ და დავუმატოთ ის hello. ოკეი, კაი. მაგაზეც მიიღო. მოდი ჯერ ვნახოთ, ანუ ეს რატო მიდი პარამეტრი, დაასრულე აზრი. ტექსტ ერთს რო ტექსტ 2 დავუმატოთ ალბათ, თითო სიტყვით. ოკეი, კარგი. მოდი ჯერ ესეც ვნახოთ. რა ტექსტი უდრის hello world-ს, ეს ძალიან ჩვენიებური დაწერაა რა. ანუ მე მინდოდა world-ის მიმატება. რაც იყო ინფორმაცია ტექსტ hello, ამის მიმატება მინდოდა world-ზე. და აქ მე უბრალოდ hello world-ი დავწერე, ეს ძალიან ის არის რა. ჩემი ხელით დაწერილი. ანუ აი მე თუ ესეთ კითხვას დაგისვავდი, რომ დაუმატე ამ ცვლადს, ამ ინფორმაციას დაუმატე world-ით თქო. ოღონდ არ იცი ეგ ინფორმაცია რა არის. hello არის, ჭელო, ჟელო თუ რაღაცა არ ვიცით. მაგრამ world-ს უნდა დაგუმატებინა, მაშინ როგორ ვიზავდით? ანუ ესე ვერ დაუმატებდით, ხო? ესე hello world-ს ესე ვერ დავწერდით. ანუ ლიზას ვარიანტი იყო, მე მგონი რომ ცვლადი გქონდეს, ხო? თუ როგორ იყო? გამახსენე? ხო, ანუ მეორე ცვლადი შევქმნათ და ის დავუმატოთ. კაი, მეწოდე. მოდი ეს დავშალოთ მაშინ. string text 2 უდრის world, ხო ესე? world-ი. მაგრამ მე როგორ დავუმატო?
გარემო კოდი რომ მითხრა. ახალი ცვლადი უნდა შეიქმნას და იმ ცვლადში დაემატება ეს ტექსტ 1 და ტექსტ 2 ერთმანეთს. აჰა, ოკეი. ანუ ჩვენ ვქმნით ახალ ცვლადს, ესე იგი string text 3, რომელიც უდრის text 1 + text 2. ხო მართალი ვარ? კი, მე ვფიქრობ. და hello-ს მიემატება world-ი და აბა ბარემ ვნახოთ, რომ text 3 ზუსტად გამოვიან გარეშე და hello world-ი არის. აჰა, შვენიერი. ესე იგი რა მოხდა? ესე იგი მოხდა ის, რომ პირველი ცვლადი არის, რომელშიც არ გვაქვს hello, მეორე ცვლადი გვაქვს, რომელიც არის world-ი, მესამე ცვლადი გვაქვს, რომელიც უდრის text 1 + text 2 და პლუს ოპერატორთან კონკატენაცია მოხდა, შეწებდა და ასე ვთქვათ, ну, შვენიერია, ინფორმაცია დაიპნიტა. მაგრამ მოდი ესეთი რამე რო ვთქვათ რა, არ შევქმნათ ახალი ცვლადი. ისე მინდა, რომ ცვლადში იყოს hello world-ი. არ მინდა ეს მესამე ცვლადი. და მინდა რაღაცნაირად ერთში მოვაქციო, ანუ ისე უკვე აი text 1 მინდა რომ შეიცვალოს. აი ნახეთ როგორ ვიქცევი. მომწონს ხაინ დავკომენტარებ. text 1 ხო არის hello. მე ხომ მინდა რომ hello world-ი გახდეს. ესე იგი რას ვწერ? text 1 გახდეს და აი აქ რას დაწერდით? აბა ამაზე ვიფიქროთ. აი text 1 მინდა რომ შეიცვალოს ეს ცვლადი. რა უნდა დავწერო ხა აქ? პლუს უდრის. ოკეი, პლუს უდრისი. ამაზეც პლუს უდრისი ჯერ არაფერი არ მithkoms თქვენთვის. მაგრამ მოდი პლუს უდრისი როგორც ჟღერს, აი პლუს უდრისი შენ ხო მითხარე, პლუს უდრისი სმაგირად როგორ შეგვიძლია რომ დავწეროთ? ვენ აღარ ვიცი. აი. ესე იგი, text 1 რა გახდეს? გახდეს text 1 + world-ი. ან, ნახე, ცვლადი ხომ აქვს text 1. hello, რომელიც hello-ს უდრის. და ეხა ეს ცვლადი ამ ცვლადის გახდეს text 1 + world-ი. text 1 რა არის? არის hello + world-ი. ანუ გახდა hello world-ი. ანუ როცა მე ცვლადს ვანდიჭებ, როცა მე უდრის ვწერ, ეს text 1 აღიქმება როგორც ცვლადი და არა როგორც მნიშვნელობა. ანუ აქ hello კი არ წერია ეხა. წერია text 1 თვითონ ცვლადის სახელი. ანუ text 1 გახდეს text 1 + world-ი და აი აქ text 1 როცა მიწერია, აი აქ იგულისხმება როგორც თვითონ მონაცემი იგულისხმება და არა როგორც ცვლადის სახელი. და ეს text 1 გახდა ეხა text 1 + world-ი, ანუ hello world-ი. აბა გავუშვათ. hello world-ი. შვენიერი. მიხვდით, გასაგებია რაღაც ახსენი ეხა? აბა კითხავს ველი? კარგით. ყველა დუმს. კაი, ესე შეიძლებოდა, ანუ ცვლადი რომ მაქვს, ეს არავითარი ის არ არის, არავითარი რაღაც წესი არ არის, რომ ამ ცვლადში უნდა იყოს ინფორმაცია მუდმივად, ანუ მე შემიძლია შევცვალო ეს. და ეს hello რომ მქონდა, შევცვალე ხა და გავხადე hello world-ი. ანუ პლუს უდრის კოდი ხო არის ახლა ეს რაც დაწერეთ თქვენ? კი. იგივე პრინციპი ხო არის თუ სხვა? კი, ზუსტად ეგ პრინციპი და მაგრამ პლუს უდრის სანამ ახსნე მაგამე მინდა რომ ეს გაგეგოთ. ანუ პლუს უდრისი რა. ეხლა მოდი პლუს უდრისზე გადავიდეთ. პლუს უდრისი რას ნიშნავს? პლუს ანუ ესეთი ოპერატორები არის. უდრისი ხო მინიჭება არის. პლუს უდრისიც არის და მინუს უდრისიც. ანუ პლუს უდრისი ნიშნავს იმას. აი მოდი ეს დავკომენტაროთ. პლუს უდრისი ნიშნავს იმას, მოდი ესეთ რამე დავწეროთ. text 1 პლუს უდრისი.
პლუს უდრისი ნიშნავს იმას, რომ ტექსტ 1-ი გახადე, ოღონდ ტექსტ 1-ის ინფორმაცია უკვე იყოს. ანუ ის ინფორმაცია იყოს, რაც არის დარჩენილი და მაგას დავუმატე რაღაცა. ანუ ტექსტ პლუს უდრის world-ი როცა იქნებოდა ესე, ეს ნიშნავს იმას, რომ ტექსტ 1 უდრიდეს ტექსტ რაც იყო აქამდე, ესე იგი hello რაც იყო, პლუს world-ი. ანუ, აი ეს ჩანაწერი და ეს ჩანაწერი არის ზუსტად ერთი და იგივე. ანუ პლუს უდრისი არის უბრალოდ შემოკლებული ვარიანტი. ამიტომაც მე რო კითხვა დაგისვით წერან რომ აი პლუს უდრისი ანუ რა ხეხს იყენებ თქო რო გითხარი, მაგით იმიტომ გითხარი რომ პლუს უდრისი და ეს არის ერთი და იგივე. და ანუ ამ ცვლად ცვლიდი, ან ტექსტ 1-ს ცვლიდი და ხდებოდა თავად ტექსტ 1-ის მნიშვნელობას პლუს world-ი. ანუ პლუსით ემატება. მაგალითად, ციფრებზეც მოქმედებს, ხო? ციფრებზეც მოქმედებს, კი, ზუსტად. ანუ ხო ციფრები თქვი, ცოტა გაჭედა ხმამ და მაგითო. კი, ციფრები. ხო, აი ჩვეულებრივად როცა თუ მაქვს მე რაღაცა ცვლადი, რომელიც უდრის 5-ს, მე შემიძლია ეს ცვლადი, ანუ ეს გავზარდო. დავშვათ ნამი უდრის ნამს პლუს 2-ს, ან მეორე ვარიანტი იქნებოდა ის, რომ ნამი პლუს უდრის 2-ს. ანუ ნამი გახდეს აქამდე რაც იყო, პლუს 2. მინუსზეც იგივე, დავშვათ ნამი უდრის ნამს მინუს 2 შეიძლება და მეორე ვარიანტი ნამი მინუს უდრის 2-ს. ეს არის მოკლე ჩანაწერი, ეს არის გრძელი ჩანაწერი. ნუ შემდგომში ხო ორივე მოკლე არის, ამ შემთხვევაში თუ კი ხა ესე შევხედოთ, მაგრამ ნუ ჩანაწერად ზოგი ესე მიმართავს ხოლმე რა. და რიცხვებთან მიმართებაში კიდევ არის ერთით მომატება, მაგალითად, ერთით მომატება, ესე იგი ნამი უდრის ნამს პლუს 1 ხო არის ეს ნამ პლუს 1 რო ერთით მომატო. მეორე ვარიანტი არის ნამ პლუს უდრის 1 და მესამე ვარიანტი არის ნამ პლუს პლუს. აი ეს პლუს პლუსიც არის ერთით მომატება. აი ეს პლუს პლუსი მარტო ერთით მომატებაზე მოქმედებს. ეს ნებისმიერზე. პლუს უდრის და გინდა 100 დავწერ და გინდა 500 და გინდა რაღაცას. გასაგებია? კი, მაგრამ ის რა მაინტერესებს, ანუ მინუს უდრისით შემიძლია რომელიმე კონკრეტული 100 ამოვაკლოთ წინადადებაში მაგალითად. რა მაგაზე ეგრევე ვისავთ. ანუ ტექსტებთან როგორც მახსოვს მარტო დამატება არის. მინუს უდრისო დავწერო ხა. ანუ რაღაცა რო დავწერო, ხა უკვე errors მიტევს. Cannot apply to operand of type string and string. ანუ რაღაცა errors მომდება რა. ხო errors. ამოკლება ისეთ ხო? როგორ დავწერო ახლა მითხარი? ისეთ ხო ამოკლება ალბათ. ხო, მინუს უდრისი არის, როცა მინდა რომ ანუ თითქოს ამ ლოგიკით ამოკლება, მაგრამ ამოკლება არ არის ტექსტ. ანუ ესე ვერ გამოვაკლებ. ანუ ტექსტიდან რაღაცა ტექსტს ესე ვერ გამოვაკლებ. ცი რიცხვებთან განსხვავებით. რიცხვებში არ არის ეგრე. რიცხვებში რაც არის რიცხვი, ამას გამოვაკლებ. დავუშვათ 2-ს, 3-ს, 4-ს თუ ასე შემდეგ. ტექსტებთან მარტო იმატება არის. ინდა ტექსტებთან მარტო პლუს ოპერატორი არის, ესე მიმატება, შეწეპება რა. ანუ შეწეპება ერთია, მაგრამ გამოწეპება, ანუ ასე ვთქვათ, რაღაცის გამოკლება ესე არ არის. გასაგებია? მინუსი შეგვიძლია რა დავწეროთ და ერთით გამოვაკლოთ. კი, კაი კითხვა. ნამი მინუს. ეს არის ერთით გამოკლება. ანუ მინუსით არის ერთით გამოკლება, პლუსი არის ერთით მომატება. კარგი. კაი. ესენი მინდოდა განმეხილა და აი მივადექით კიდე ერთ რაღაცას, რომელიც აქამდე მინდოდა რა ამეხსნა ცვალებთან მიმართებაში, მაგრამ მიმავიწყდა და აი ახლა მინდა ეს რო ახსნა. საინტერესოა ძალიან. და დაგვჭირდება კიდევ ზოგჯერ. ესე იგი.
მაგალითად, მე მინდა რომ დავპრინტო hello world. ავი, არაფერი განსაკუთრებული ხა აქ არ მოხდება, დაიპრინტება hello world, ხო? რაც ჩვენ უკვე ვიცით. hello world. მაგრამ მაგალითად მე მინდა რომ დავწერო ესეთი მაგალითი. დავუშვათ ესეთი რამე გქონდეს რომ გთხოვთ შეიყვანოთ სახელი, რაღაცა სახელი შემოვაყვანინოთ. შეიყვანოთ სახელი. მერე console line გქონდეს მაგალითად console.read line ესე და ჩვენი მიზანი იცი რა იყოს ამ დავალებაში რომ დავპრინტოთ გამარჯობა სახელი ან ის სახელი რაც გვაქვს უკაცრავად მოცა მირეკავენ და 2 წამში გავაგრძელებ ესე იგი მქონდეს თქო ასე ვთქვათ ესე იგი დავალება იყოს ისეთი რომ დავპრინტოთ გამარჯობა სახელი ანუ ესეთ რაღაცა დავპრინტოთ ესე იგი პირველი 106 ხაზზე რაც დავწერეთ რომ გთხოვთ შეიყვანოთ სახელი ეს მშვენიერია და რა ვიცი მე ცოტაში შევინახე ხო string name with console line ანუ ის მონაცემი რასაც მე ჩავწერ შეინახება ცვლადში და აი მოდი პარემ გავტესტოთ რომ აი ეს name-ი ვნახო რა არის თუ ჩავწერ ლაშას დაიპრინტება ლაშა რო არის მაგრამ მე მინდა რომ დავპრინტო ხა გამარჯობა ლაშა თქვენი ვარაუდი რა არის როგორ დავწერე ხა ამას ნიუს არა ეგრე არა მოიცა ზავი დავწერთ გამარჯობას და პლუს name აჰა აი ესე იგი დავწეროთ გამარჯობა და მე პლუს ოპერატორი დავწერე ხო name ესე ხო ალბათ ესე გქოს ჩავწერ ლაშას გამარჯობა ლაშა კაია მაგრამ მოდი ცოტა ხანი თავი გავანებოთ იმას რომ ანუ პლუს ოპერატორს თავი გავანებოთ ჩვენ თქვით რომ პლუს ოპერატორი აწებებს ინფორმაციას და ძალიან კაი მაგრამ მოდი ეხა არ შევაწებოთ ეგრე ინფორმაცია მოდი გავაკეთოთ ეხა მეორენაირად და მეორენაირად რა როგორ ხდება რა მეორე ვარიანტი რა არის ეს პლუს ოპერატორი რა მქონდეს ისე ხო უნდა შემელოს ამ ცვალის გამოყენება ესე იგი მოდი პლუს ოპერატორი ეს დავივიწყოთ და მოდი შევეცადოთ რომ აი ამ მასში რა ქვია ფიგურისა ბჭყალებში აი ამ ბჭყალებში ვიმუშაოთ ესე იგი გამარჯობა ეს იმიტომ რომ ეს name ხოს ტექსტია ესეც ტექსტია და რაღაცნაირად აი აქ ვერ ჩავწერ აი აქ რო ლაშა ჩავწერო ეხა მე სიტყვიერად დავწერე მაგრამ აი აქ მინდა რომ ჩავწერო რაღაცა აი name მინდა ალბათ რაღაცნაირად ჩაწერა name ჩაწერა მინდა იმიტომ რომ name თუ კი იქნება რაღაცა ადამიანის სახელი მე თუ აქ რაღაცნაირად მივახვედრებ ანუ პროგრამას მივახვედრებ name-ის არსებობას პროგრამა მიხვდება რომ name არის რაღაც სახელი დავუშვათ ლუკა და გამარჯობა ლუკა ჩაწერს ეხა მე რომ name-ი ჩავწერო აქ გამარჯობა რო დავწერო პროგრამა რას ამიგდებს ჩავწეროთ ლაშა გამარჯობა name რატომ იქნა გამომდინარე რომ პროგრამა რა ვიცი ეხა პროგრამა ხო ვერ ხვდება ეხა ის name-ი რა name-ი ან ვერ ხვდება ეხა რაზეა საუბარი name-ი რო დახვდა ბჭყალებში არსებულად ჩათვალა რომ აი ალბათ რაღაცა ტექსტი უნდა დაეწერაო რაღაცა გამარჯობა name-ი რაღაც სახელი ხო არის რაღაცა ჩვეულებრივ წინადადებებში შეიძლება გამოვიყენო ხო ან პროგრამა ბჭყალებში როცა მიწერია რაღაცა სიტყვა პროგრამა გულისხმობს პროგრამა ფიქრობს რომ აი ჩვეულებრივ ტექსტია არანაირი კავშირი ხა ამასთან არ აქვს ვერ ხდება აქ ნაგონდერ მე რომ მივახვედრო რომ აი ცვლადის ჩაწერა მინდა აქ აი ამ ცვლადის ჩაწერა მინდა აქ ამისთვის არის ესეთი ვარიანტი რომ
აი აქ ბჭყალებთან აი აქ ასე ვთქვათ დავწერო დოლარის ნიშანი და აი ნებისმიერ ამ ტექსტებში ჩავწერო ფიგურული ფრჩხილები დაახურო ეს ფიგურული ფრჩხილები და აი აქ ჩავწერო უკვე name და უკვე ხვდება რაზეც არის საუბარი უკვე აი აქ ხვდება რომ აი აქ დოლარის ნიშანი რო დავწერე ესე იგი მივანიშნე პროგრამა რომ უკვე შემიძლია უკვე მე ამ პროგრამას ვეუბნები რომ უკვე რაღაცებს ჩაწერა რაღაცებს ჩაგიწერე ხამე და მიხვდი რასაც ვგულისხმობ და მივანიშნე რა ანუ ეს დოლარის ნიშანი აქ იწერება და ფიგურულ ფრჩხილებში უნდა ჩავსვა ის კონკრეტული ცვლადი რომ მიხვდეს რაზეა საუბარი ეხა აქ მოდი გავუშვათ რაღაც გიორგის თუ დავწერ გამარჯობა გიორგის დაწერს იმიტომ რომ უკვე name-ში ხვდება რაც არის მნიშვნელობა გიორგია და გამარჯობა გიორგი დაიწერა ეხა space-იც მინდა ბარემ რატომაც არა აი აქ space-ი დავუწეროთ გიო გამარჯობა გიო შვენიერი ანუ ესე მე შემიძლია რომ ტექსტში ანუ ბრჭყალებში ტექსტურ ინფორმაციაში ცვლადი გაბრიო და პროგრამა მივახვედრო რა არის ცვლადი ცვლადზე მიხვდება რომ ეს არის ის ჩაწერილი ინფორმაცია რაც მე ჩავწერე იქ პროგრამაში და დაიპრინტება გამარჯობა და ის კონკრეტული სახელი აბა აქ თუ არის რამე გავუგებარი კარგი ეხლა მოდი მეორე გზაც არსებობს მეორე გზა არის ესეთი რომ მოდი ეს ავიღოთ ეს არის პირველი გზა მეორე გზა ავიღოთ ეხლა მეორე გზა იქნება ეს რომ დავპრინტოთ გამარჯობა და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ვუთხრა ამას რა, ამ კონსოლ-ს ვუთხრა, რომ გამარჯობაც მაქვს ინფორმაცია, აი ეს ტექსტია და ამავდროულად მძიმის მერე დავწერო name. ეს თემა. უბრალოდ ანუ მე კონსოლ-ს ვუთხარი, ამ ჩემ მეთოდს ვუთხარი, რომ მე ვპრინტავ გამარჯობას და ასევე გაძლევ რაღაცა ინფორმაციას. გაძლევ სახელს. და ეს სახელი როგორ უნდა გამოვიყენოთ, იცით? აი, აქ მე ესეთ რაღაცაში დავწერ 0-ს. ესეთ დარიგით 0 უნდა იყოს. თუ არ და 1, ლაშა დავწეროთ. გამარჯობა ლაშა. ანუ ესე იგი ფიგურულ ფრჩხილებში მე აქ დავწერ 0-ს ნიშნავს იმას რომ პირველი ინფორმაცია წინაზეც ვახსენე რაღაცნაირად ათვლა 0-დან იწყება და ანუ ინფორმაცია ეხა რაც მე ამ ანუ console.line-ს მივუთხარი მე ანუ ახალი ინფორმაცია მივეცი არის ეს name რომელიც არის პირველი ინფორმაცია ანუ პირველი ინფორმაცია რაც გადავეცი და ეს პირველი ინფორმაცია აღიქმება როგორც 0-დან დაწყებული ესე რომ შევხედოთ და ფიგურულ ფრჩხილებში 0-ს რო წერ ესე იგი ამაზე არის საუბარი და თემა ის არის რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენი ინფორმაციაც გაგვიხარდება იმდენი გადავწეთ ამ ჩვენ console.line-ს გინდა name გადავწეთ კიდე რაღაცა ტექსტი გადავწეთ ანუ ეხლა ეს ხოცვადი გადავეცი მე შემიძლია რომ პირდაპირ რაღაცა ინფორმაცია გადავწეთ და უშვათ ბლა მერე კიდე ინფორმაცია გადავწეთ უშვათ რიცხვი გადავწეთ 4-იანი რამდენიც გამიხარდება იმდენი ინფორმაცია შემიძლია გადავწე ამ ჩემ console.line-ს და მერე ამ ინფორმაციების გამოყენება მე შემიძლია აი აქ როგორ იცით ეს ხო name ხო მე-0-დან იყო მე შემიძლია რომ დავუშვათ აი აქ დავწერო 1-იანი სადღაც შუაში დავწერო 2-იანი ანუ თავმჯდომობით მიყვება
name რადგანაც არის მენოლე ინდექსიდან დაწყებული, ესე რომ შევხედოთ, bla არის პირველი ინდექსი, 4 არის მეორე, იმიტომ რომ ეს არის ეს პირველი ინფორმაცია, ეს მეორე ინფორმაცია, ეს მესამე ინფორმაცია, ეს 4-იანი. და ესე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ამან აურია. გავუშვათ კიდევ ერთხელ, დავუშვათ გიო დავწეროთ. bla gamma 4 რჯობა გიო. მიხვდით? ანუ რამდენი ინფორმაციაც გამიხარდება, იმდენი მე შემიძლია გავატანო console white-line-ის own მძიმის საშუალებით. ესე დავწერო. აქ რა თქმა უნდა bla და 4 რო დავწერე, ეს რა თქმა უნდა ინფორმაციებია, აქ ცვლადი არის. არაირიოთ ახლა ამაში რომ აქ რო ცვლადი მაქვს, აქ ინფორმაციები მაქვს. ანუ მე შემიძლია ცვლადები მქონდეს აქ და აქ მივუწერო ცვლადების სახელები. ან ეს name-ის საერთოდ არ მქონდეს და აქვე დავუწერო console with line-ი. აი აქ დავწერო console with line-ი. აი ეგეც პრობლემა არ არის რა. აი ესე დავუწერო. ანუ თავარია უკვე მიხვდით, ანუ უკვე უნდა მიხვდეთ იმას, რომ ცვლადს როცა ვწერ, ასე ვთქვათ, ცვლადს როცა ვწერ, ცვლადის უკან იგულისხმება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია კონკრეტული. დასაგებია? გასაგებია. და მე მაინტერესებს, რომელი გზა არის ყველაზე ხშირად გამოყენებული და რომელს გვიჩვენთ, რომ გამოვიყენოთ. ხო, მე ძირითადად ამას ვაკეთებ. ამ პირველ გზას მაშვები ხოლმე. იქიდან გამომდინარე, პირველ გზა ბეროთ რომ მარტივია, $1 ნიშნავს დაწერ და მე რამდენი ინფორმაციაც გინე იმის გამოიყენებ. აი აქ კიდე შეგიძლია ინფორმაციები დაწერო. კიდე აქ რაღაცები ჩაამატო. აქ შეგვიძლია ნებისმიერ რაღაცები ჩაწერო ცვლადები. რამდენი ინფორმაციაც გაგიხარდება. ანუ $1 წერ და მე აქ ანთავსებ რა, ჩემთვის ეს უფრო რაღაცნაირად კარგად ვხედავ რა ესე. მეორე გზა ეს არის და მესამე გზა საერთოდ ის პლუს ოპერატორით არის. სამივე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მესამე გზა არის პლუსით. ზოგი პლუს წერს, ზოგი ესე წერს, ზოგი ესე წერს. თქვენთვის როგორც არის უფრო მეტად კარგი, იმას გამოიყენებთ. ანუ არ არის წესი, რომ ეს უფრო კარგია და ის უფრო კარგია, ან ეს ცუდია და ასე შემდეგ. ყველა არის ნორმალური, რომელსაც გინდათ იმას გამოიყენებთ. რომელსაც უფრო ეჩვევა თქვენი თვალი. აი როგორც აქ ამაზე რა, დავუშვათ როცა ცვლადის შეცვლა მსურს. მაგალითად, პლუს უდრისის რო წერდი მე ადრე, ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩებოდა ხოლმე, მაგრამ მე როცა წერდი ხოლმე ნამი უდრის ნამ პლუს 2, ჩემთვის თვალანათელი იყო ყველაფერი, რომ ნამი გავხდეს ნამ პლუს 2, ანუ ნამი რაც აქამდე პლუს 2. ანუ რაღაცა ესე მერში უნდა ხოლმე. ასე რომ ზოგჯერ დავუშვათ რაღაცა გაზრდა როცა მსურს 2-ით, რავი, მე ესეც რო დავწერო, პრობლემა არ არის. ესეც რო დავწერო, პრობლემა არ არის. თქვენ როგორ გაგიხარდებათ? გასაგებია? გასაგებია. მესამე გზა იქნებოდა hellos plus name. ეს იქნება მესამე გზა. აი. იდეაში დღეს ეს მინდოდა რომ გამეკეთებინა თქვენთვის. ესე იგი, პრაქტიკულიც გავაკეთეთ. მივხვდით რაღაც დონეზე როგორ შეგვიძლია დავწეროთ კოდი if-else-ების გამოყენებით და else-if-ის საშუალებით და ახალი თემებიც ავხსენით. აბა თუ არის რამე კითხვა, ჩატსაც დავეკითხავ რამე. ეს დავალება ბოჯერ. გიო შენ მახმამ გაჭედა, ხელახლა მითხარი? ეს ახალ დავალება არ ჩაგიგდიათ ხო ჯერ? ხო, არა. არ ჩამიგდია. ზოგადად რომ ესე ვთქვათ, რომ ნახოთ, აი დავალებები არის აი აქ და დავალებებში უნდა მოძებნოთ კონკრეტულად თავის. აი დავუშვათ თავის 3. ეს არის თავის 3. აი აქ ძალიან აქ ყველა თავის დავალებები არის. ეს პირველი ორი თავი ოდნავ ამოწეულია ზევით, იმიტომ რომ რაღაცების შევასწორე და Discord-მა ზემოთ ამოიტანა.
მაგრამ აი აქ დავუშვათ თავის სამს მოძებნით, ანუ მესამე კვირა თუ არის თავის სამის დავლებები უნდა გავაკეთოთ, მეოთხე კვირაზე თუ არის თავი 4-ის დავლებები უნდა გავაკეთოთ, მეხუთეზე მეხუთეზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ისქენით ხოლმე რა. რაღაცნაირად იცოდეთ ხოლმე. ანუ შეიძლება ესე პირდაპირ არ ჩავაგდო ხოლმე დავლება, მაგრამ იცოდეთ ხოლმე აწი რომ კონკრეტულ კვირაზე როცა ვართ, ესე იგი კონკრეტული კვირის დავალება უნდა გავაკეთოთ. გასაგები. კარგი. აი. მაშინ რა ვიკითხებით, ვარფერი არ გაქვთ? მაშინ დაგემშვიდობებით მეგობრებო. შევხვდებით სამშაბათს ლექციაზე. მეოთხე კვირა არის, სადაც ციკლებზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო ლექცია იქნება. ანუ როგორ შემიძლია მე რაღაცა მოქმედება გავაკეთო იმდენჯერ, რამდენჯერაც მე გამიხარდება. დავუშვათ Hello World-ი დავპრინტო 500-ჯერ. როგორ შემიძლია რომ Hello World-ი დავპრინტო 500-ჯერ და ხელით რო არ მომიწიოს წერა. ეგეთ გზებს ვისწავლით და მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ასე რომ, რავით, ნებისმიერ კითხვაზე აქ ვარ, დავალებებში თუ კი გაიჭედეთ ან რაღაცა ხარვეზია, ან რაღაცა თეორიულ მასალა ვერ გაიგეთ კარგად, მომწერეთ, შევიდეთ კოდებში, ვისაუბროთ და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ კი კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და აბა შევხვდებით სამშაბათს. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.